თვითონ ექიმებო, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ამბავი მინდა გაგიზიაროთ. ქალაქ ზუგდიდში, ესე იგი მართვის მოწყობის პრაქტიკული გამოცდის ამბავი, სადაც პირმა, რომელიც გადიოდა გამოცდას, ცივი იარაღით დაემუქრა გამომცდელს. როგორც ირკვევა, მე-6-ჯერ გადიოდა ამ პრაქტიკის გამოცდაზე და წინა შემთხვევებზე ჩაჭრილი იყო და ეტყობა მტყუნა ნერვულმა სისტემამ. შესაბამისად შემდეგ ჩაერთვნენ სამართალდამცავები, მოკლედ ყველაფერი დამთავრდა ისე როგორც საჭირო იყო, ეს ამბავი დასრულდა, მაგრამ გამახსენდა მე ჩვენი წამოწყება. რამდენიმე გადაცემის წინ ჩვენ შევეხეთ საგამოცდო ბილეთებს, სადაც სამედიცინო ხაზია, ჩვენთვის საინტერესო ბუნებრივია ნამდვილი ექიმებისთვის და ის მცირე ცოდნა, რომელიც საჭიროა საგზაო შემთხვევების დროს, რომ ნებისმიერმა მძღოლმა იცოდეს, ჩვენ გვინდა რომ აქედანაც კიდე გავაშხეროთ, იმიტომ რომ ვინც ის მივიწყებული გვაქვს, ვინც ის ისე კარგად აღარ გვახსოვს. ამიტომ გავაგრძელოთ რა ეს ხაზი. გადასარევიდია. ბატონო, შენ ყობა ჩახედე იმ ბილეთს, მომზადებული მოხვედი? ზღოდაშორის არა. დარწმუნებული ხარ? კი. კარგი. წინა გადაცემაში უფრო ჩავხედე ხა? ანუ მზად ხარ გამოცდისთვის? არა. მაგრამ მაინც მე ბილეთები მოგიტანე და ამოიღე და სოდნით შევეცდები რომ ლოგიკურად მივიდე იქამდე. და მარტო იქნები გამოცდაზე? არა, რა თქმა უნდა. მე გავაძლიერებ სამეგრელოს ამ გადაცემაში. ბატონო. ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახლავთ კურიერი პოსტსკრიპტუმის წამყვანი, ასევე შუადღის წამყვანი, ჩვენი მეგობარი ავთო გვასალია. გამარჯობა. როგორ ხარ? ვიყოს შეგვიძლია პირველად ხათაშორის. ბატონო ავთო. დიახ, თიკა. და რამდენი ხანი რაცხვალი ხარ? დაახლოებით 7 წელია. კი. კეთილი, კარგი ხარ? ვერ ვიტყოდი რომ ცუდი ვარ. იმიტომ რომ არ მქონია არასოდეს ავტოსაგზაო შემთხვევა. ეს კარგია. კი, და ასევე 100 ქულიან ზღვარს არ ჩამოვდივარ, ასე ვთქვათ, წილად. ხომ არ ყოფილ ხარ ისე რაღაც შემთხვევას ხარ წწდომი ხარ, სადაც საჭირო იყო დავუშვათ შენი დახმარება. სხვის გასაო შემთხვევასთან რაღაც ეგეც. სუბუქი ყოფილა, ეს მაშინ როცა ჯერ კიდევ მძღოლი გავხდებოდი, ასე ვთქვათ და მე თვითონ ავიღებდი მართვის მოწმობას, ავტობუსით მგზავრობდი და იმაშინ მოხდა პატარა ავტოსაგზაო შემთხვევა, დაშავდა ქალი, როგორც მახსოვს და ქონდა სავარაუდოდ ფეხის მოტეხილობა. და რა უქნეს თუ გახსოვს? იცი რა, რაღაცნაირად ქაოსი იყო. როგორც ხდება ხოლმე, ასეთი შემთხვევის დროს იშვიათად თუ გამოჩნდება ის ერთი, ვინც ზუსტად იცის თუ რა უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ ადამიანები პანიკაში არიან, რაც ფიქრობ რომ წყალი ნებისმიერ შემთხვევაში პირველი რასაც ითხოვენ ეს არის წყალი. ალბათ ზოგ შემთხვევაში არ შეიძლება წყალია რა, ყველა წყლებს ვერ გააფუჭებ, მაგრამ აი არსებს შეიძლება არც გააკეთო. ესე იგი ჩვენი მიზანი არის უბრალოდ რომ ის ერთი რო გამოჩნდებაო ნათელი წერტილიო, ესეთი ბევრი ნათელი წერტილი იყოს ჩვენ საზოგადოებაში, რომ დროულად მოხდეს დახმარება ადამიანის, ვიდრე მოვასასწრაფო. ეს არის ჩვენი მისია. მე და ავთო მზად ვართ იმისათვის რომ ჩავებათ ტესტირებაში. აბა, ბილეთი ნომერი 1 ეკრანზე. ესე იგი, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს პირველი ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ამასთან უნდა ამოვიდეს ბალიში კისრისა და წელის არეში და მეორე გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში. აბა რომელია თავის შერყევის დრო ტვინის შერყევ თავის მე მგონი მახსოვს ამაზე პასუხი. აი, ავთო მე არა მოიცადე. მე მგონი. რა ვიცით რომ თავის ტვინის შერყევა აქვს, როგორ დავსვით უცებ დიაგნოზი? ალბათ კითხვა უნდა დაუსვათ შემთხვევით თავბრუხ არ ეხვევა, არა? გულისრევი შეგზნება, მაგრამ შეგზნება თავის ტრავმა მიღებული აქვს თუ არა, ხომ შენ ვიზუალურად დავინა. ჩემი აზრით პასუხი არის მეორე, გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი რომ ტესტებიდან მახსოვს ეს, აი გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში რომ უნდა იყოს. აი რატომ იყო ეს მიზეზი არ გახსოვს? სვაბილეთში. მე მგონი სვაბილეთი. მე იცი რა, მე არ მესმის წელის ქვეშ რატომ უნდა დავიდოთ, იმიტომ რომ ალბათ ხერხემლის ტრავმაზეც ეჭვია, თორე რატო უნდა ედოს წელის ქვეშ თავის ტვინის ტრავმის შერყევის შემთხვევაში ადამიანი. წელის არეში. ოღო მე გვერდზე არ დავაწვენდი ავთო. მოდი მე პირველს ვიტყვი, შენ მეორე თქვი და გამოჩნდება მე ხوار მართალი. ხო, რომელია სწორი?
მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. ძირფას მაყურებლებო, უნდა გაგიმართლოთ რომ ან ავთო იყოს ან მე იქვე სადღაც თუ კი ესეთი. აი, ავთო. გვერდზე დაწოლილი. მე არ დამიძახოთ. ეხლა გაგვიმარტეთ, რატომ გვერდზე? იმიტომ რომ თავის ტვინის ტრავმის შედეგად ხშირად არის რომ პირღებინება ახასიათებს ამ მდგომარეობას, ხო? როდესაც მაგიტომ არ დავაწვინე მე. ადამიანი მდგომარეობაში იყოს, კიდე არა უშუალოდ. პირღებინებამდე არ წოლილი ზურგზე წოლის შემთხვევაში შეიძლება დაეაბლოკოს სასუნთქი გზები ღებინების შემთხვევაში. ამიტომ უნდა იყოს გვერდზე იმისთვის რომ ანუ ადამიანი არის ლევანს დავეთანხმება შერყევის შემთხვევაში გონზე, ანუ კონტაქტურია, ხო? ამით მაგ დროს შეგვიძლია რომ დავაწვინოთ გვერდზე. თუ გონება დაკარგული აქვს, ხო? ანუ არ რეაგირებს. მაშინ გვერდზე დაწოლა არ შეიძლება. თუ გონება აქვს დაკარგული, მაშინ ნამდვილად ჯობია ზურგზე დაწოლა, იმიტომ რომ თუ ტრავმა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანი არ პასუხობს, მაღალი ალბათობა ხერხემლის სვეტის დაზიანების, ანუ როტაცია, ანუ კისრის მოტრიალება, ანუ შეიძლება მაგიტომ დავაწვინე ეს. ლოგიკურად სწორედ იყავა, მაგრამ ანუ ერთი მომენტი იყო, რომ თუ ადამიანი კონტაქტურია და თავის ტვინის შერყევა აქვს და ანუ გელაპარაკება, ანუ ეს ნიშნავს, რომ კისერი მთელია, არ დგივა და მისი გვერდზე გადაბრუნება უმჯობესია, რომ ავიცილოთ პირღებინება, ოკეი? აქ აკლია ჩხილებში ჩასმული, რომ პაციენტი კონტაქტურია. აქ თავის ტვინის შერყევაში ეგ იგულისხმება იდეაში. რატო? მაგრამ ნუ ისე მოქალაქის თავის ტვინის შერყევით კონტაქტური უნდა. კონტაქტურია. აბა თქვენ რა შეცდომა? ეგ არის დამატებითი პირობა, როდესაც ხერხემლის თვალი აქვს დაზიანებული. როდესაც ადამიანი არ არის ანუ გონება აქვს დაკარგული რა, მაგ შემთხვევაში შენ ვეღარ აკონტროლებ. ინფორმაცია გაქვს ძალიან ცოტა მისი მდგომარეობის შესახებ, იმიტომ რომ კონტაქტში ვერ შედიხარ. ამიტომ ასეთი ადამიანის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ზურგზე და ამით იცავ მთლიანად ხერხემლის სვეტს. შემდეგი რა? ბილეთი ნომერი 2. თუ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს პირველი მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში. მიწუხდა. მეორე ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში. მესამე ჯამრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევარმჯდომარე მდგომარეობაში. თქვა ჩემი ვერსია? მუცელზე დაწოლილი თუ გულის გამჭოლი ტკივილი აქვს არ ამგონია, ზურგზე დაწოლილი გამჭოლი აქვს და არ ამგონია, ალბათ მესამე. მესამეს ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯამრთელ გვერდს და მხარეს ნაკლები ტრავმა იქნება ამ შემთხვევაში. თუ მაგალითად იმ მხარეს მოხდება წამოწვენა, რომელ მხარესაც არის ჭრილობა, შეიძლება უფრო მეტად დაზიანდეს, არა? ანუ მესამეს ვფიქრობ მე. თან გამჭოლი თუ აქვს წინ მუცელზე დაწოლილი და ზურგზე დაწოლილი მოხდება პირდაპირ რაღაც ზედაპირზე, ხო და ალბათ არც ეგ იქნება მთლად კარგი, რომ იქ რაღაც შეგუბება არ ვიცი. დანარჩენი აღარ გვაინტერესებს, თორე სწორად გავცეთ პასუხი და გადავიყვანოთ შესაბამის მდგომარეობაში პაციენტი. მესამე? ჩემი პასუხი არის მესამე ვერსია. ოკეი. 3. აჰა, ეგ. კი, ნამდვილად, მოჩა. ეხლა ლოგიკა და ცოდნა დაემთხვა. კი. აგვიხსენით ბატონო ლევან. თუ დაზარალებულს აქვს გულმკერდის არეში გამჭოლი ჭრილობა, ანუ აქ იგულისხმება რომ რაღაცა შევიდა, აქედან გამოვიდა მეორე მხარეს, კატასტროფული მდგომარეობა. თავისთავად ასეთ ადამიანს ვერ დავაწვენთ იგივე გვერდზე, ვერც ზურგზე ვერ დავაწვენთ, ამიტომ უნდა წამოვაჯინოთ. ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში, თუ შესაძლებელია და უფრო გადახრილი ჯამრთელ მხარეს. ერთი ის რომ ანუ კომპრესია უნდა გავაკეთოთ, თქვენ ხო, ეგ უნდა მეკითხა ზუსტად. გარედან ზეწოლა უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად, რომ ნაკლები წინიდან და უკნიდან, სადგან გამჭოლია, ხო? ნაკლები სისხლის დანაკარგი იყოს, თუ რამე ჩანს, რომ ანუ გარჭობილია, იმას არ უნდა ვახლოთ. და კომპრესია ნუ დავაწვეთ, თუ უბრალოდ ამოვქოლოთ სავით რაღაც ცოვილი. ნუ გულისხმობ ნაჭერი და დავაწექით. ფიზიკურადაც დააწვე, ხო? ხო. დიახ, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ბალენ ბოლომდე უშველით ავთო. ხო, ბევრი რამე გავიგე უკვე. მეორე კითხვაზე ვართ. აი, ძირფასო მაყურებლებო, რამდენს სწავლობთ, ხედავ შენ. მაგრამ ეგეთი შემთხვევები მაინც არ გვინდა, მაგრამ მაინც. ბილეთი ნომერი 3. ერთი ხელის დაშავების შემთხვევაში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ. პირველი ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე. მეორე ჯერ დაშავებულ, ხოლო შემდეგ ჯანსაღ ხელზე, მესამე ერთდროულად ორივე ხელზე. ნუ ეხლა ეს ლოგიკურია და გამეგლიჯა არ შეიძლება, რაღაცა გამაგლეჯინე თუ შეიძლება. მაგრატელი და გაჭერი. გამაგლეჯი. მაგრატელია ერთი წუთით, მაგრატელი მაქვს აბარგულში.
ხელი არ ახლოთ, მე ესე ვიცი. ხო, ეს ვერსია უბრალოდ არ არის, მაგრამ ანუ ყოველთვის ორი ვერსია. ჩემი, ხო? მაგრამ ჩვენ იძულებული ვართ აქედან ავიღოთ. აქედან ამ სამიდან თუ უნდა ავირჩიოთ, პირველი ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე. არა ჯანსაღი. თიკა შენ რას ფიქრობ? იგივე, იმიტომ რომ მე ცუდად უფრო უფრო მარტივად მოხდება მე არა ჯანსაღზე. არა ჯანსაღი. ხო. პასუხი პირველი. შენ არა ავთო, გაუჭრელი ხარ, ასკურიანი, ყოჩა. ან ნახე, აი ძალიან ლოგიკური იყო. კი ბატონო. რო, ანუ ჯერ ჯამრთელზე გახადე, რომ ეს გახდა, მაგრამ აი რეალურად ცხოვრებაში, ხო? ანუ ხელი და აქ სისხლი დაუშვათ ან მოტეხილვანძვალი და ყველა უყურებს ამას. და ამას ცდილობენ, რომ რომელიც დაზიანებულია რა. იმიტომ რომ ის დაუშვათ თუ მარტო მოტეხილობაა, ტკივა, ყვირის, ვაიმე ხელი რაღაც და ყველა არის აქ და ანდროს მორბის თიკა, არავის დროს მაგრატლით. და ანუ არავინ არ ფიქრობს იმ მეორე ხელზე, ამ მეორე ხელს ეს ხელი აქ დაფიქსირებული რომ აქედან ჯერ ეს გახადონ და იმო და ანუ ვიცხო ძალიან მარტივია, მაგრამ აი უნდა ჩამჯდარი გქონდეს რომ აი ეს ხელი გააშვები და ეს მოხსნა და გადმოიტანო. ავთო 3 ქულა შენ? 3-დან 3. კი ბატონო, გაგრძელებთ? ჯერ ბოლომდე არ მიგვიცია სამედიცინო მოწმობა. აბა მეოთხე ბილეთი, 2 ბილეთი დავჭერ. ტრამვული შოკის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს უნდა. აბა პირველი ვნახოთ. მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. დავაწვინოთ ზურგზე, თავქვეშ ამოუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი. მეორე, გავხატოთ ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შუბლზე დავადოთ ცივი საფენები. მესამე, აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები, თუ არ ვეჭობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას. დავალებინოთ თბილი სასმელი. პირველს გამოვრიცხავ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ესე ტკივილგამაყუჩებელი შეიძლება არ გქონდეს, ისე როგორც თავქვეშ ამოსადები რაიმე საფენი და საშუალება, ნუ ტანსაცმელი კი. ამიტომ ნუ ამ ლოგიკით პირველს გამოვრიცხავ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული. მეორე, ამ შემთხვევაშიც შეიძლება რომ არ გქონდეს და ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ პირველად სამედიცინო დახმარებაზე, რაც ნებისმიერ შემთხვევაში მარტივად უნდა გავაკეთოთ. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ მესამეს. თან მესამეში პირველი წინადადება ისეთია, რომ როგორ შეიძლება რომ გამოვრიცხოთ, აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა. ანუ კი ვეთანხმები ამას. ჩემი აზრით მესამე. ჩემი აზრით მესამე. მე სხვანაირად გამოვრიცხე, არქონის გამო კი არა. არ არქონის გამო კი არა. შოკის მდგომარეობაში ვარ. მოდი ახლა დალია ტკივილგამაყუჩებელია, ძალიან რთულია ეს მოახერხო შოკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შემთხვევაში და ბოლო უფრო აერთიანებს შოკის მიზეზების, ესე ვთქვათ, სწორ გამოსავალს, ვიდრე დანარჩენი ორი. ამ შემთხვევაში ჩემი ლოგიკური ახსნაც ასეთია. ნებისმიერ ბილეთები არ ვიცი. დაემთხვა ჩვენი აზრები, ნახოთ პასუხი თუ არის სწორი. მოდი ვნახოთ პასუხი. არა. რასაც სიამოვნო, არა, როცა გამოდის ისე როგორც ნუ ზოგადად უნდა ამოვიდეთ იმ წერტილიდან, რომ აქ ლაპარაკია ტრამვულ შოკზე, ხო? ჯერ თუ გვესმის რა არის ტრამვული შოკი, თავისთავად პასუხი ადვილად გასაცემია და მართალია ლოგიკურად მივედით ყველანი იქამდე, რომ ეს არის მესამე პასუხი და რა ხდება ტრამვული შოკი ორგანიზმის ზოგადი, ესე ვთქვათ, მძიმე რეაქცია არის აი იმ დაზიანებაზე, მასობრივ ტრავმაზე, რომლის დროსაც შეიძლება სისხლდენა იყოს და ამ სისხლდენის შედეგად, დაკარგული სისხლის შედეგად შესაბამის ადამიანი შოკშია და მას შეიძლება გონებაც კი დაეკარგოს ამ დროს აბსოლუტურად არ არის ხა წამლის მიღება და აბა მოდი ცივ საფენს დაგადებ ეს ამორიცხული ამ დროს ხდება მხოლოდ პირველი ესა რეაქცია რომ შევაჩეროთ სისხლდენა და გადავიყვანოთ შესაბამის დაწესებულებაში. ტკივილის ფაქტორი შეიძლება არ გქონდეს. ასასწაული. კი. და ამ დროს შეიძლება სულ სახაზრზეც გეგონოს არის, იმიტომ რომ გასხობს რომ არა, კარგად ვარ და არაფერი არ მე თვითონ გადმოვალ და ხო. და ამ დროს შეიძლება ფეხები არ გქონდეს, ამოჭრილი გქონდეს. კი. უბრალოდ ვერ გრძნობს ვერ. მეხუთე ბილეთი გთხოვთ. იქნებ რამე უფრო კარგი იყო. ბოლო ბილეთია, მეხუთე? ბოლო ბილეთია. ნახოთ შენ 100%-ით წახო თუ 80-ით. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასიათებელი ნიშნებია.
პირველი, ტანსაცმელი გაშრენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით. მეორე, ტანსაცმელი სწრაფად იჭრინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით. მესამე, ტანსაცმელი გაშრენთილია სისხლით, მხოლოდ ჭრილობის ადგილზე, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით. ნუ მე ვფიქრობ რომ პირველია, იმიტომ რომ არტერიიდან გვაქვს სისხლდენა და უნდა იყოს პულსირებული, ხო, პულსაცია და მეორე და მესამე პასუხი წერია სუსტი ნაკადი და არ მგონია რომ არტერიის დაზიანების შემთხვევაში სუსტი ნაკადი მოდიოდეს სისხლი. ამიტომ მე ვფიქრობ რომ პირველია სწორი. თან ალისფერი უნდა იყოს, მეც რა თქმა უნდა, იგივეს ვიტყვი, იმიტომ რომ არტერია და შევერ ვხვდები სხვაობას. ხო, აი რატო არის ფერი? ხო, ეგ არ ვიცი. სწორი პასუხის შემდეგ შეგვიძლია მიმშევო. მე მგონია, იმიტომ რომ აი უკვე როგორ იყო მუქი ფერის სისხლი ნიშნავს, რომ სადღაც უკვე შედედება დაიწყო და უფრო ნელა გამოდის, ჩემი აზრით, ვიდრე არაო გიორგი, მაგრამ მე მაინც გავაკეთებ ამას. ვიდრე აი ესეთი უცაბედი ჭრილობა და არტერიდან პირველ წნევით მოდის სისხლი რაფერიც არის და მე ნელ-ნელა თითქოს რაღაც ჟანგვის პროცესი. არ ვიცი, აი ნუ განსხვავება რა არის, ხო? კი ბატონო. ჯამეხუთე გიორგი. ცოტა ძალიან ახლოს ხარ. ნუ კარგი, სწორი პასუხი. ჩვენ ორივე პირველი ვთქვი. პირველი ვთქვით ორივე. ეგ არის. ავთო აბა რა. 100%-იანი. მეორეჯერ გაძლევთ მე შემართის მოწმობას კი. 5-დან 5 ძალიან აი, სასიამოვნოა. მუქი ფერის სისხლად შეეხება, ანუ ეს არის ვენური სისხლი. ანუ ჟანგბადით რო დაიცლება, ანუ ციცის სისხლი უხდება. და ამიტომ არის ანუ მუქი ფერის სისხლი. მესამე რაც არის, აი ეს ადგილზე უბრალოდ სუსტი ნაკადით გამოიჟონება, ეს იქნება ან მცირე ზომის ჭრილობა, ან მოტიხილობის შემთხვევაში. ოკეი? კითხვა დასმული იყო მსხვილი არტერიიდან სისხლი. მსხვილი arteriიდან, ნახე სისხლდენა რა ხდება პულსური წნევა შენ სწორად თქვი, ანუ გული რო ცემს სიზარღვებში, ანუ ჩვენ ვზომავთ პულსს, ხო? ვიზომავთ ისე პულსური ნაკადი. არტერიაში ყოველთვის მოძრაობს ჟანგბადით მდიდარი სისხლი. ანუ ის არის წითელი ფერის. ამ სისხლს მოვიხმართ ჩვენ და რომ იმ სისხლს რომელსაც მოვიხმართ და ორგანიზმი ამ ცხოველქმედების შედეგად თქვა თვითონ ვენებში გადაისვრის ამ სისხლს და ვენაში მოდის უკვე მდორედ უკვე შავი სისხლი შედარებით. ნუ განსხვავება ფერებში არის. ამიტომაც არის რომ თუ ხედავ რომ შავი არის და ეს თქვა ადვილად კოლტებს იძლევა, ეთიკამ კარგად თქვა კოლტებს იძლევა, ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ეს არის ვენური და აქ ნუ რა თქმა უნდა დახმარება მაინც ჭირდება პაციენტს უნდა დააწვე იმ ადგილას, მაგრამ სუბუქ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. შედარებით სუბუქ შემთხვევა. მსხვილი არტერიები ახლა რასაც იძახიან, ეს შეიძლება იყოს ბარძაყის არტერიის დაზიანება აქ ინგვინალურ ნაწილში, მუხლის ქვეშ და წვივში შეიძლება, მაგრამ წვივში 3 არის და ერთი ეს ადვილად სპაზმობს ხოლმე და აქ დიდად ანუ დიდ პრობლემას აქვს. ხელს რაც შეეხება, აი ბრახიაური არტერია, ეს არის აი შიგნით შუაში გადის ეს არტერია რა. ყველაზე რთული ეს არის გასაჩერებლად რა. ანუ უბრალოდ ამას გაუყრით. ოკეი. და ანუ ამ დაჭემას აზრი არ აქვს რა. ანუ ატრიალებ და იწევ დაგრეხვას მაქსიმალურად რომ იყოს მოჭერილი. ხო, ანუ მაქსიმალურად იყოს მოჭერილი. აქ შეგიძლიათ მთელი ფეხი გააჩერო, ანუ ეს მართლა აჩერებს. სისხლდენას. სერიოზულად მართლა აჩერებს. ამის შემდეგ აუცილებელი ასევე არის რომ ხელით მოხდეს დაჭერა. ხო, და ამის კომპრესიაზე და დააწვევი რა. ძავსად ჯობია ხელის გული და უფრო მეტი ხო, უფრო დიდი ზედაპირით რომ ის არტერია დაიჭირო შენ. ხელს რაც შეეხება იღლიაში, ოღონდ ამას აქვს ну, მაგალითად, სადღაც 40-45 წუთში უნდა მოხდეს. აი, ეგ უნდა მეკითხა ზუსტად, რა დრო აქვს, რომ მე მეორე უკიდურესობა არ დაიწყოს. მეორე უკიდურესობაში რო არ მოხდეს 40-45 წუთია. აქვს, ვიდრე სამედიცინო დახმარება. მაგრამ მეორე მხარესაც გეტყვი, რომც მოხდეს ის მეორე უკიდურესობა ადამიანი კარგავს კიდურს და არა სიცოცხლეს. ხო. და რა არის ეს გადაცემა? იმდენი რამე ვიცი ჩემ და უნებურად. აი ხო ეს თითქოს აი უმარტივესი დახმარების საშუალება არის, მაგრამ რეალურად შეიძლება ამან ადამიანის სიცოცხლე გიწყდეს. დაახლოებით 10 წუთი აქ ვარ და ამ 10 წუთში რამდენი რამე ვისწავლეთ თქვენგან. ხო და ასეთი რამდენიმე 10 წუთი გვაქვს ხოლმე ყოველ შაბათს და ყოველ კვირას ავთო და მაგით ვამაყობ მე რომ მგონია რომ როგორც მე ვსწავლობ ასე ძალიან საჭირო ინფორმაციას ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ, ასე ჩვენი მაყურებლებიც და ცოდნა ისეთი რამეა, აქედან ვერ ამოშლი. აი, ავთოს მაგალითზე 7 წლის თავზე ყველაფერი ახსოვდა შესანიშნავად. მადლობა რომ გვეწვიე, მადლობა რომ გვაჩვენე, როგორი უნდა იყოს ნამდვილად გამართული მართვის მოწყობის მქონე ადამიანი და ჩვენ ყველა სიკეთესთან ერთად, რომელიც არის შენს თავს და შენს ცხოვრებაში.
გამართულობის თვალსაზრისით, კარიერულად, ადამიანურად, მეგრელურად, ყველანაირად, მეგრელურად, ხო? ხო და მიხარია რომ ესეთი მოქალაქე ხარ შენ. დიდი მადლობა. საჭირო იქნა დახმარების აღმოჩენა შეგეძლია. მადლობა ჩვენს ექიმს, რა თქმა უნდა.